საუდის არაბეთი, თურქეთი და პაკისტანი ერთობლივ თავდაცვის შეთანხმებას გააფორმებენ. საუდის არაბეთის სამხედრო და სამთავრობო წრეებთან დაახლოებულმა წყაროებმა France Press განუცხადეს, რომ თურქეთთან და პაკისტანთან შეთანხმების ხელმოწერა პარასკევს ქალაქ ჯიდაშია დაგეგმილი. ეს რეგიონში ომების, კონფლიქტებისა და სამხედრო დაძაბულობის ზრდის ფონზე ხდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გარემოება კი ბუნებრივია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მიმდინარე ომია, რომელმაც სპარსეთის ყურის ქვეყნები კონფლიქტში ჩაითრია და ჰორმუზის სრუტესა და წითელ ზღვაში საზღვაო გადაზიდვები შეაფერხა. ანონიმური წყარო აცხადებს, რომ ამგვარი შეთანხმების გაფორმებაზე მსჯელობა უკვე დიდი ხანია დაწყებულია, თუმცა რეგიონში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა პროცესი დააჩქარა. საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი წითელი ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და პაკისტანის პრემიერ-მინისტრ შეჰბაზ შარიფს შეხვდება. შეჰბაზ შარიფი პაკისტანის არმიის ხელმძღვანელთან ასიმ მუნირთან ერთად ქვეყანაში ხუთშაბათს ჩავიდა და იქ შაბათამდე დარჩება. თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციით ცნობით რეჯეფ თაიფ ერდოღანს ჯიდაში პარასკევს ელიან. სამი ქვეყნის შესაძლო სტრატეგიული ალიანსი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აქტიურად განიხილებოდა. საუდის არაბეთმა და პაკისტანმა ერთობლივ თავდაცვის შეთანხმებას 2025 წელს ხელი უკვე მოაწერეს.